მოძრაობიდან ახლა ჩვენ გიორგი ხატიაშვილი შემოგვერთება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გიორგი დილამშვიდობისა მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად გიორგი ორ თემაზე მინდა მოვასწროთ საუბარი და ამიტომ პირველ რიგში კითხავთ ირანთან დაკავშირებით რა არის ბოლო განვითარება ირანის გარშემო თავი მოიყარა უკვე ამერიკის ყველაზე თანამედროვე შეერაღებამ და სამყაროს ყველაზე კაცობრიობის ყველაზე თანამედროვე და ძლიერმა შეერაღებამ ამას ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხო ეს ორი პროცესი პარალელურად მიდის და ტრამპს უყვარს საერთო ორი პროცესი ერთად წარმართვა რა ეტაპზე არის ახლა ეს ყველაფერი გავიგეთ ბოლო ის რომ მგონი ალი ხამენეი ემზადება იმისათვის რომ მას რო რამე დაემართოს განაგრძელოს ქვეყნის მართვა ხო თითქოს გამოვიდა ცნობები რომ მითითებები გასცა ამ მიმართულებით რა ვიცით ბოლო მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ხო ესე იგი პრესის მიხედვით ერახში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი კონცენტრაცია ამერიკის სამხედრო კონტინგენტის სპარსეთის ყურეში და როგორ განვითარდება მოვლენები ხო არავინ არ ვიცით თუმცა აი ბოლო შანსი არის ჟენევა ბოლო შეიძლება არც ბოლო მაგრამ შეხვედრა ჟენევაში სადაც უნდა გადაწყდეს ეს გამდიდრების საკითხი ურანის გამდიდრების საკითხი ხო ასე ვთქვათ ამერიკის ადმინისტრაცია ითხოვს ნულოვანი გამდიდრებას ანუ სრულიად გაუქმებას და დემონტაჟს ესეთი ვთქვათ ურანის გამდიდრების საშუალების და ირანი ჯერჯერობით ართმობს და აცხადებს რომ ასე ვთქვათ ურანის გამდიდრება მისი უფლებაა ხო ასევე კი ბატონო დაიწერა რომ ხამენეი ასე ვთქვათ მემკვიდრეებს ასახელებს და ასევე დაიწერა რომ ასე ვთქვათ დე ფაქტო ხელმძღვანელი ქვეყნის ამ წუთისთვის არის უშიშროების საბჭოს დივანი ბატონი ალი ლარიჯანი ხო პრეზიდენტს ისედაც დიდ არაფერს არ ეკითხებიან და ამ წუთისთვის ანუ თავიდან ბოლომდე ყველაფერი წყდება ლარიჯანის მეშვეობით და შესაბამისად ირანიც ემზადება რაც ნიშნავს იმას რომ ну ასე ვთქვათ მაღალია ომის თუ არა ვთქვათ სამხედრო დარტყმების ალბათობა და აქ რა მიზეზის გამოკვეთა შეიძლება ხო ანუ ამერიკისთვის ნუ ტრამპისთვის შეიძლება იყოს სამხედრო დარტყმები იძულება რომ ირანმა მიიღოს ეს ხელშეკრულების პირობები ხოლო მეორეს მხრივ ირანისთვის არის რომ ჩვენება რომ ერთი ვერ დამამხობ და მეორე დაბომბვით ვერ მაიძულებ რომ უკან დავიხიო და ეგრება მერე რომ მიხვდები რომ დამბომბავ და მაინც არ დავიხებ უკან ეგება მერე უფრო ხელსაყრელ პირობებს გამოვკრა ხელი შესაბამისად ამ წუთისთვის ალბათ კი არის მოლაპარაკებების შანსი მაგრამ ასევე ორივე მხარე ემზადება უკიდურესი სცენარისთვის. ვინ იქნება ამ პროცესში შესაძლო სამხედრო დაპირისპირების პროცესში ამერიკის მოკავშირე? ამერიკას ბაზები აქვს თითქმის ყველა ქვეყანაში მგონი რეგიონში, ხო? თითქმის ყველაში, ნუ ირანში ბუნებრივი არა აქვს, მაგრამ და ძალიან დიდი წარმომადგენლობა აქვს ამ რეგიონში, ხო? სპეციფიკური მიზეზების და გამო. გასაგებია რომ ისრაელი იქნება მისი მოკავშირე. განსხვავებით სხვა შორის ერაყის ომისგან, ერაყის ომში ისრაელს მონაწილეობა არ მიუღია. ამ შემთხვევაში ფაქტია რომ ირანის წინააღმდეგ ისრაელი იქნება აქტიურად ჩართული და სწორედ ეს დაგვიანებაც და ჩვენ ვიცით რომ ისრაელის პოზიცია იყო რომ მას დრო ჭირდებოდა ამისთვის მოსამზადებლად. კიდევ ვისგან შეიძლება ელოდოს ამერიკა აქტიურ მხარდაჭერას? როგორც იწერება აქტიურ მხარდაჭერას ყველა მეზობელი ძალიან ფრთხილობს. ორი მიზეზის გამო, ერთია რომ ხა უშუალო დარტყმის ქვეშ ისინი ექცევიან თუ მათ თქვათ ასე ვთქვათ ძალიან აქტიური მხარდაჭერა გაუწიეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეორეა მათ ეშინიათ ქაოსის, იმ ქაოსის რომელიც შეიძლება მოხდეს იმას თუ მოხდა ირანის ასე ვთქვათ რეჟიმის დემონტაჟი და ირანი ახლა სრული კოლაფსი მოხდა ხო ირანის სახელმწიფოსი და მე ნუ ეს ალღა და ქაოსი მათზე გადაივლის შესაბამისად ხა იქ მე მგონი თვითმფრინავებისთვის ამერიკას თავისი ბაზებიც კი არ ჭირდება რაც რეგიონში აქვს ხო იმიტომ ეს ორი ავიამზიდი რომელიც ერთი სპარსეთის ყურეშია და მეორე ასე ვთქვათ ისრაელის ნაპირებთან იქნება გაჩერებული ეს მე მგონი საკმარისი იქნება ხო საჰაერო წნეხისთვის თუმცა ის ბაზები რაც ამერიკას რეგიონში აქვს იქნება ერთ-ერთი პირველი და მთავარი სამიზნე და ისრაელი რა თქმა უნდა ირანის ბალისტიკური რაკეტების ხო შესაბამისად აქაც ითქვა რომ თქვა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები შეაქვთ და ნუ რა ქვია სამხედრო პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს იმიტომ აქაც ეს საკითხია რომ თუ გაიწევა
ეს სამხედრო მოქმედებები ხა ის სასრული რაოდენობით ეს პატრიოტის რაკეტებიც ხა ისე ულიმიტო არ არის სასრული რაოდენობა შესაბამისად და მე მას ხო მიწოდება ჭირდება შესაბამისად ყველაფერი გასათვლელია ამიტომაც ორივე მხარე ემზადება ფრთხილობს მაგრამ ემზადება საინტერესოა ლარიჯანი რა ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს თავისი ერთ-ერთი წიგნი იმანუელ კანტზე აქვს დაცული და ნახოთ როგორ იქნება მის დასკვნები კანტის ფილოსოფიიდან გამომდინარე და ზოგადად სამხრივ უნდა ვაღიაროთ რომ ეს ფიგურები აი რამდენად ხო გავლენიანი ფიგურაა ხო ამ ხალხ ძალაუფლება აქ ახლა ჩააბარეს მაგრამ სულ რამდენიმე წლის წინ უნდა და პრეზიდენტად კენჭისყრა და დისკვალიფიკაცია მისცეს არ მისცეს ამის საშუალება იგივე ლარიჯანს საკმაოდ რთულად კონსტრუირებული რთული გამოსაცნობია კარი თვალისათვის ეს ძალაუფლების ვერტიკალები როგორ ლაგდება ირანის შიგნით ხო და რეალურად ვის რა ძალაუფლება აქვს ამერიკაზე მინდა გადავიდეთ ამერიკის შიდა პოლიტიკაზე უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და ტრამპს უთხრეს დიდი უარი და ტრამპისთვის ეს იყო ძალიან დიდი შოკის მომგვრელი სხვა შორის აქ აი ტრამპის პრეზიდენტობას ახასიათებს ის რომ მის ეს ინსტინქტები ხო და ფორმები ავტორიტარული ამახასიათებელი ავტორიტარებისათვის პირველთვის გახდა ასეთ ან საბაბი ან სატყუარაც რომ თქვა რომ აი რითი განსხვავდება მაშინ ამერიკას სხვა ავტორიტარული ქვეყნებისგან სად არის თქვენი ნახები ამერიკული ინსტიტუტები წერდნენ ეგეთები ჩვენთანაც და აღმოჩნდა რომ თურმე ადგილზე ამერიკული ინსტიტუტები და ამერიკის სასამართლო მაგრამ მის მიერ დანიშნულმა ორმა მოსამართლემ ერთ-ერთმა საერთოდ დაწერა გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც მას ეთქვა უარი ტარიფების გამოყენებასთან დაკავშირებით ხო რა მნიშვნელობის არის ეს გადაწყვეტილება ამერიკული შიდა პოლიტიკისათვის და რა სივრცეს უხსნის ტრამპს პოლიტიკური მოქმედებებისათვის წინ უკვე როცა არის არჩევნები კონგრესისა და სენატის რომელიც მნიშვნელოვანი არჩევნები არის ცენტრალური მოვლენა არის წელს ამერიკული პოლიტიკისათვის ხო ეს ნათლად გამოჩნდა რომ ეს ინსტიტუციური მაინც 250 წლის ინსტიტუციური თქვათ ინსტიტუციების ქვეყანაა და ასე თქვათ ხო სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობის და ხო ხა ის რაც ჩვენ გვესმოდა რომ უკვე დიქტატურაა და ავტორიტარიზმია ეს ასე თქვათ ჩვენ ხო ხა ყოველთვის ვიცოდით რომ ხა ერთი არის პერფორმატიულობა განცხადებების შინაარსი ხა სერიოზულად თქვა რომ ხა ის რა ქვია დიქტატურა ამერიკაში მე ძალიან ადრეა ეხლა რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილებას პრეცედენტული გადაწყვეტილება ყველა გადაწყვეტილება პრეცედენტულია მაგრამ ის რომ 6-3-ზე შევახსენოთ მაყურებელს რომ ამერიკის უმაღლეს თუ უზენაეს როგორ ვამბობთ ქართულად სასამართლოში უზენაეს სასამართლოში არის 9 მოსამართლე და 6-3-ზე ანუ სერიოზული უმრავლესობით მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რაც თავარია ხო 3 ესე იგი დემოკრატიული ლიბერალური მმართველობის მოსამართლე მისახმა 3 კონსერვატორმა და ამ 3-დან 2 ხო როგორც შენ აღნიშნე ტრამპის მიერ ნომინირებული. ამიტომაც შემდეგ პრეს კონფერენციაზე სიტყვები არ დაიშურა, სანაძღავი სიტყვები არ დაიშურა, თქვა რომ მათ ოჯახებს უნდა შერწყვეთ მათი გალანძღა მოსამართლეები და 6-3-ზე ამერიკის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება იმ კანონით რომელიც ის დაეყო დააწესოს ტარიფები და ეს ყველა ტარიფი გაუქმდა. იმავე საღამოს ტრამპ სხვა კანონით რაღაც 10%-იანი ტარიფები დააწესა და ესეც ახლა რა თქმა უნდა მე დაიწყება ამის გასაჩივრება და პრეცედენტული არა მარტო იმით რომ ტარიფები გაუქმეს იშვიათი შემთხვევაა ზოგადად უკვე 50-60 წელიწადი როდესაც უზენაეს სასამართლო ასე ვთქვათ კვეთს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლებას ხო როგორც წესი და დაახლოებით რუზველტის დროიდან ხედავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ზრდას ხო ეს სხვადასხვა სფეროში ან კონგრესის მიერ დე ფაქტო თუ დე იურე დელეგაციას რომ პრეზიდენტმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა საკითხები ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა რომ ამ კანონით პრეზიდენტს არ აქვს უფლება რომ ყველა ქვეყანას დედამიწაზე ტარიფები დაუწესოს. უბრალოდ ამ ფორმატით დააწესოს ტარიფები ხო ანუ ეგ ძალიან დეტალებში არის ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ძალაუფლების შესახებ ძალიან საინტერესო კიდევ ერთი საქმე განიხილება რომელიც ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს შეეხება. ნახოთ როგორ იქნება გადაწყვეტილება ამ მხრივ. ანუ რა არის აღმასრულებელი ძალაუფლება.
რა მიეკუთვნება ამ ძალაუფლების სფეროს. აი წმინდა ლეგალისტურადაც კი ძალიან საინტერესო კამათია და ბევრს გონია რომ ეხლა ეს კამათი ახლა არის დაწყებული. მათ შორის პრეზიდენტ რუზველტი ვახსენეთ და პირველი დისკუსიები მათ შორის ამ თემების გარშემო სწორედ გასული საუკუნის 30-100 წლის წინ არის დაწყებული, სად თავდება აღმასრულებელი ძალაუფლება და სად იწყება თქვათ მისი შემზღუდავი მექანიზმები. არჩევნების კონტექსტშიც რო თქვათ რა ტიპის გავლენა შეიძლება ქონდეს ამას კამპანიაზე, რომელსაც რესპუბლიკელები ჩაატარებენ. აქ შეიძლება ესეთი ორლესული მახვილია, ხო ერთი მხრივ შეიძლება დააზაროს, ოღონდ მე არ ვიცი როგორ დააზაროს, მეორე მხრივ სამობილიზაციოთ რო ეხლა ამირჩიეთ, იმიტომ რომ აი ხმები გვჭირდება რომ კანონი გავიტანოთ, რომ პრეზიდენტს მივცენ ტარიფების უფლება, ან კონგრესში დავაწესოთ ტარიფები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმრავლესობა აქვთ, ხო, ორივე პალატაში, ვიცით ჩვენ რომ სენატში თითქმის ყველა კანონს მინიმუმ 60 ხმა ჭირდება პროცედურულად და 60 ხმა რესპუბლიკელებს არ აქვს შესაბამისად და ქვედა პალატაშიც რამდენია ხო 2 თუ 3 დეპუტატიანი უმრავლესობა აქვს რომელიც უმერყეობს იმიტომ რომ ერთი ორი რესპუბლიკელი ყველაფერზე უარზეა და ძალიან მყიფე უმრავლესობა აქვს და ძალიან უჭირთ გადაწყვეტილებების გატანა ხო ამ ხრივ უკვე რამდენია ხო მეორე წელი დაიწყო ტრამპის პრეზიდენტობის და ძალიან უჭირთ თქვა ეს საკანონმდებლო დღის წესრიგი სიცოცხლეში მოყვანა ძირითადად ხო ეს აღმასრულებელი ბრძანებულებებით გამოირჩევა ტრამპი იმიტომ რომ ძალიან ისედაც რთულია ხო ამერიკის და ამ პოლარიზაციის პირობებში კანონების მიღება და აი ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში მე დიდი რაღაც ესეთი საკანონმდებლო წინსვლა არ ყოფილა ეს მიიღეს ის ერთი ბიუჯეტს არ ჭირდება 60 ხმა 51 ხმით იღებენ და რაღაცა გადასახადები დაწეს რაღაცა მას ზოგადად უჭირდა შესაბამისად ეს ტარიფების საკითხიც არ ამგონია ეხა მოგვარდეს და ეს შეიძლება არჩევნებზე გადაინაცვლოს, რომ აი ხმა მომეცით, რომ ტარიფები მივიღოთ. და ბოლო კითხვას დავსვამ, რა ტიპის გამოიკვეთა თუ არა კამპანიის ძირითადი პლატფორმები იგივე დემოკრატებისთვისაც რა მიმართულებითაც წარმართავენ კამპანიას ისინი. იქნება თუ არა ეს ერთგვაროვანი კამპანია ხა. ანუ როგორ პოლიტიკას მათ შორის ახსოვს, მათ შორის რესპუბლიკელებისა დიდი წარმატება ნიუტ გინგრიჩის ხელმძღვანელობით დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ყველა ოლქში ერთ და იგივე დაპირება ქონდა ყველა კანდიდატს. ხო ხა ეს ბევრჯერ აღარ მომხდარა, მე იმიტომ რომ ინდივიდუალური ოლქებია და ინდივიდუალური პროექტები და პროგრამები, მაგრამ არსებობს თუ რაღაც საერთო პლატფორმა, რომელთაც დემოკრატები ახლა დაუპირისპირდებიან ტრამპს. რა თქმა უნდა, ისეთი ზოგადი პლატფორმა ალბათ, პირველ რიგში ყველა შუალედური არჩევნები არის რეფერენდუმი პრეზიდენტის მხარდაჭერაზე თუ მის წინააღმდეგ. შესაბამისად, გამაერთიანებელი მესიჯი დემოკრატების იქნება, რომ ჩვენ ტრამპის წინააღმდეგი ვართ, რომ აგვირჩიეთ, რომ დავულოკოთ, ან აგვირჩიეთ, რომ ახლა პოპულარულია ხო ეს საკითხი, რომ ეს იმიგრაციის აღსრულების ესეთი სამსახური დავულოკოთ, ან შევცვალოთ წესები, შესაბამისად და ზოგადად ეს შუალედური არჩევნები ყოველთვის მოქმედ ხელისუფლებას უჭირს, იმიტომ რომ მასზე გაბრაზებულები უფრო აქტიური არიან, შენი მხარდაჭერები მაინდა-მაინც მობილიზირებულები არიან და როგორც წესი აგებს ხოლმე და ეხლაც რაც ჯერჯერობით იწერება, რომ დიდი ალბათობით წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები წააგებენ. და სენატს ალბათ შეინარჩუნებენ, ჯერჯერობით ასეთი პროგნოზებია, ყოველთვის პრეზიდენტს უჭირს ეს შუალედური არჩევნები. ხოლო დემოკრატებისთვის იოლია, იმიტომ რომ ნებისმიერი პრეზიდენტი როცა ხელისუფლებაში მოდის გარდაულად კარგავს ხო რეიტინგს ახლა ეგ პოლიტიკის კანონია ამერიკაში შესაბამისად დემოკრატებისთვის ამ კუთხით არ ვიცი რას მოახერხებენ მაგრამ ძალიან იოლი იქნება რომ ანუ რაზე ეს მათი ტრადიციული საკითხი რომ ამერიკაში დემოკრატია იღუპება რომ ასე ვთქვათ ეს ტარიფები გვაღარიბებს რომ ეს იმიგრაციის აღსრულება ეს ავტორიტარიზმია და ასე შემდეგ ამ საკითხებზე შეუძლია თქვათ ესე გააძლიერონ ესე იგი მესიჯ ბოქსი და შესაბამისად სადონ არჩევნების მოგება. მადლობა ძალიან დიდი გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენთან ერთად პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგის დამამშვიდობები ახლა რეკლამაზე